როცა ჯაკარტაში მოგზაურობ ვიკმავდი, რამდენიმე ადგილი მქონდა შეერჩეული, რომელიც სწორედ ამ ქალაქიდან რომ მენახამ. თუმცა, როდესაც რუკას დავაკვირდი, მივხვდი რომ ქალაქ ბანდუნგში ჩასვლა უფრო კარგი არჩევანი იქნებოდა, ვინაიდან იქ უფრო ახლოს მდებარეობს ეს სხვადასხვა ადგილი. ამიტომ გადავწყვეტ ბანდუნგში ჩასვლა და იქიდან გაკეთება ამ ტურების. რამდენიმე ვარიანტია წასასვლელად, თუმცა შედარებით ისეთი ვარიანტი ავარჩიე, რომელიც აქამდე გავამიყენებია აზიაში და პლანი შევიძინე ბილეთი. მოვიდით ახლა ასეთ პატარა ქუჩაზე, სადაც აქვს ძალიან პატარა ოფისი ერთ-ერთ სასტუმროში. გითხრათ რომ დალოდებოდით მიკროავტობუსი მოვა, ჩავსხდებით, ჩავარგდებით და 3 საათში აღმოჩნდებით ქალაქ ბანდუნგში. ჩვენს რა თქმა უნდა სხვა რა დაგვჩენია, ველოდებით და იმედია რომ არ დავგვენებს და მალე მოვა ჩვენი ავტობუსი და მალე გავაშორებით. ამინდი მშვენიერია, არ წვიმს, არც ძალიან აწვუნებს მზე და შესაბამისად სიგრილია და ძალიან კომფორტული ასეთ ამინში მოგზაურობა ზოგადად. მიკროავტობუსი დროულად მოვიდა. ჩავალაგეთ ბარგი, მოვთავსდით ჩვენს კუთვნილ ადგილებზე და გავაშორეთ ქალაქ ბანდუნგისკენ. საკმაოდ კომფორტულად ვიმგზავრეთ 3 საათის განმავლობაში. მიკროავტობუსი ქალაქის შესასვლელში გაჩერდა და იქიდან ტაქსით გავემართეთ სასტუმროსკენ. ქალაქის ხმაურისგან თავის ასარიდებლად მეცადე შედარებით მშვიდი უბანი ამერჩია. ინდონეზიაში სამოგზაურო სეზონი აპრილიდან იწყება, როცა წვიმის სეზონი სრულდება. მარტის თვე არ ითვლება სამოგზაურო თვედ ინდონეზიაში, ამიტომ სასტუმრო სპასით შედარებით ბიუჯეტურია. ორკაციანი ოთახის ღირებულება საუზმით და ჩემი ფასდაკლების გათვალისწინებით, ღამე დაახლოებით 80 ლარი გამოვიდა. საკმაოდ სუფთა, მოწესრიგებული ოთახია და ასეთივეა მთლიანი სასტუმროც. სასტუმროში მისთვის დაბინავების შემდეგ ეგრევე ტაქსით გამოვედით ქალაქის ერთ ქუჩაზე. არნერი გეგმარგო, უბრალოდ გვინდა რომ ქალაქს შევხედოთ და მინდა გითხრათ რომ უკვე ჩემთვის დაემგვანა ისეთ აზიას, როგორცაც ვიცნობ. ჯაკარტისგან უკვე ძალიან განსხვავდება და დარწმუნებულია რომ შემდეგი დღეები უფრო საინტერესო იქნება ინდონეზიაში მოგზაურობისთვის. სტანდარტულად, რა თქმა უნდა, ქაოსი, ყველგან რაღაცას გთავაზობთ რომ შეიძინო, ფოტოს გადაღებას, ვიდეოს გადაღებას, მოდი წყალი იყიდე, მოდი წვენი იყიდე, მოდი ქუდი შეიძინე. ქუჩაში სეირნობისას ცოტაც გვატყობენ რომ ადგილობრივი არ გვაქვს და შესაბამისად ვარ ტურისტები. ყველა ცდილობს რაღაც გააკედინოს თავის მაღაზიაში თუ დაღწე. თუმცა აზია მასწავლა იგნორი რომ ჯობია გაეცალოთ, ვინაიდან თუ ერთი შეგატყვეს რომ რაღაცის ყიდვა გინდათ, მოგიწევთ რომ ბოლოს იყიდოთ და აღარ შეგეშვებიან. ცოტა გაწევდა, თუმცა ქესარგუშის გადაადგილებაში დღეს უბრალოდ გავისეირნებ, შეხედავთ გარემოს და სანამ დაღამდება უკვე დავბრუნდებით სასტუმროში. და ხვალიდან გვინდა კარგად დავალთავიროთ ქალაქში. ქუჩებში სეირნობისას ხალხსაც ვაკვირდები. თვალში საცემია რომ ეს ხალხი არ ცხოვრობს კეთილდღეობაში, თუმცა ბევრი მათგანი სევდიანი თვალების მიღმა მაინც ბედნიერებას ასხივებს. გათენდა პირველ დღე ბანდუნგში. უშუალოდ ქალაქში ბევრი არაფერი მაქვს სანახავი, გარდა რამდენიმე ადგილისა. ახლა ვიმყოფებით ქალაქ ბანდუნგის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას, სადაც მდებარეობს ეს მშვენიერესი შენობა, რომელიც დასავლეთ იავის პროვინციის გუბერნატორის ოფისს ემსახურება. ქალაქი ბანდუნგი არის დასავლეთ იავის პროვინციის დედაქალაქი და მესამე ყველაზე დასახლებული ტერიტორია ჯაკარტისა და სურაბაიას შემდეგ. მისი მოსახლეობა 3 მილიონს აღწევს. ეს ქალაქი ბევრი რაღაცით გამოირჩევა და უკვე მომწონს, თუმცა გამოარჩევ ერთ ფაქტს, თეთრის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა სწორედ აქ ფიქსირდება და ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან
ასე ტემპერატურაში სხვა აზიურ ქვეყნებში საკმაოდ ცხელა ხოლმე, თუმცა ტენი საკმაოდ დაბალია. ნიავიცისთვის და სასეირნოდ და ქალაქის დასათვალიერებლად საკმაოდ კარგი ტემპერატურაა. ქალაქის ისტორია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში იწყება, როდესაც 1800 წელს აქ ნიდერლანდებმა ქალაქი დაარსეს. ამ ტერიტორიებზე იყო ჩაის პლანტაციები და პირველი გზები სწორედ ამ პლანტაციებს შორის არსებობდა. დაახლოებით 1 საუკუნის შემდეგ 1906 წელს მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ ამ დასახლებებს მიენიჭა ქალაქის სტატუსი და სწორედ აქედან იწყება ამ ქალაქის აღორძინებაც. ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1945 წელს ეს ქალაქი ერთგვარ კურორტად გადაიქცევა, ვინაიდან აქ ჩნდება მდიდრული სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ევროპული ბუტიკები, რის გამოც ქალაქს მეტსახელად იავას პარისაც კი უწოდებენ. იმ დროის განმავლობაში რაც აქ ვიმყოფებით, უკვე ძალიან მომწონს ეს ქალაქი, ვინაიდან პირველში მოსახლეობა არის ძალიან გულთბილი, სკუტერიდან მანქანიდან უბრალოდ ჩვეულებრივი გამრავლები გვესალმებიან, გვეუბნებიან რომ კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება ამ ქალაქში და მოგზაურობას რა თქმა უნდა უფრო ბევრად სასიამოვნო ხდება ასეთ გარემოში. ამინდი შესანიშნავია კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ამიტომ გავაგრძელოთ ქალაქის ქუჩებში სეირნობა და დათვალიერება. მოვედით ამ ადგილას, საიდანაც იწყება ტურები ასეთი ავტობუსებით და რომ გკითხეთ ასის შესახებ თუ რომელ საათზე გავიდეთ და გითხრათ რომ დაახლოებით 20,000 ინდონეზიური რუპია ღირს, საკმაოდ იაფი გამოდის, მაგრამ თავი რაც არის რომ გითხრათ აი რომელ საათზე გავალთ, ასეთი პასუხი მივიღეთ რომ 10-11 კაცია საჭირო, დაიცადეთ, შეგროვდით და მერე გავალთ. მხოლოდ ერთი ფრანგი ტურისტი ვნახეთ, რომელმაც ხელი შეიქნია და წავიდა და რომ დიდი ხანი აქ ვარო და ალბათ აღარ დაბრუნდება და ჩვენც ვფიქრობთ რომ ცოტა გავისეირნოთ, გარშემო ადგილები დავათვალიეროთ და მერე დავბრუნდეთ. თუ დაგხვდება ხალხი ჩვენ შევერთებით ამ ჯგუფს და ერთად მოვიდით ქალაქს ამ ავტობუსით, თუ არა და მოგვიგებს რომ უბრალოდ სხვა რაღაც მოვიფიქროთ. სეირნობაში დრო გავიყვანეთ და უკან ავტობუსთან დავბრუნდით. თუ რამდენიმე ადამიანი მაინც მოვიდა, ვფიქრობ დარჩენილი ბილეთები შევიძინო, რადგან ძალიან მაინტერესებს ეს ტური. How many people? Only 4 with the Only 4? Yeah. 4 include us or? Yeah. Okay. So the ticket price is 20,000, right? If we pay for 6 people, 120, can we go? Yes. Okay. But it's okay. The information will be Indonesian language. Yeah, it's okay. Yeah, we can just look around. Yeah, no problem. ინდონეზიელი გიდიყვას, ინგლისური არ იცის თუ გაწყობთო და 6 კაცსაც გადავიხდით და წავალ. კიდევ 2 ადამიანი შემოგვემატა, მაგრამ მაინც 6 კაცის ბილეთის გადახდას გთხოვდნენ. ამიტომ შევაჭრება მომიწია. No, you just pay 4? 6 with you. But I say already that I'll pay for 6 person. If there's a 4, I'll pay by for 5 person, 100, and can we go? 100 ya. Jadi 100 We are two. Yes. 100. Yes. Okay. Thank you. დავიკავეთ ადგილები, მოვიდა მძღოლიც და ტური დაიწყო. მთლიანობაში 5-ვე ბილეთი 17 ლარი გამოვიდა. გიდი მხოლოდ ინდონეზიურად ლაპარაკობს. თუმცა ალბათ ინგლისურადაც ვერ გავიგებდით დიდად ავტორს, ამიტომ უბრალოდ ხედებით, ხვდებით, გარშემო საინტერესო ადგილებს ახლობ და შენობაში მაინც ძალიან მომწონს. ამ ტურში ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობის მონახულება შედის. საამური ნიავი ქრის და ღია ავტობუსით გადაადგილებას სასიამოვნოს ხდის. როცა ჩვენი 40 წუთიანი ტური და დავბრუნდით საწყის წერტილს, ტურს რაც შეეხება მაინც და მაინც ბევრი სანახაობა ვერ ვნახეთ გზაზე, თუმცა ქალაქს წრე დავარდით, ასეთ ვისე, ძირითად შენობებს შევხედეთ, ქუჩები მოვინახულეთ და ვფიქრობ 20,000-ად, რომელიც არის 60 ცენტი დაახლოებით, ძალიან კარგი ფასია. ჩვენ კი მართალია მეტი გადავიხადეთ, მაგრამ დამიჯერეთ ღირდა და თუ ამ ქალაქში მოხვდებით და დრო გექნებათ, გამონახეთ 1 საათი რომ მოხვიდეთ და თქვენს გაიაროთ ეს ტური.
ქალაქში ძირითადად დაბალსართულიანი შენობებია. თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა ქალაქგარეთ ან ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს. ერთ-ერთ ონლაინ პლატფორმაზე შევიძინე ტური და ხვალ ქალაქგარეთ გავემგზავრებით. დადგა იმ ადგილის მონახულების დღე, რის გამოც ბანდუნგში ჩამოვედით. დილით მოვაკითხა მძღოლმა, ჩავსხედით მანქანაში და დავიძარით. შორი მანძილი არაა, მაგრამ რელიეფიდან გამომდინარე, გზავრობას დაახლოებით საათნახევარს ვანდომებთ. გზად სოფლებს გავდივართ. ადგილობრივები მანქანის დანახვისას გვესალმებიან. ძალიან თბილი და სასიამოვნო ხალხია. ტურის საფასურში მხოლოდ ტრანსპორტირება შედის. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შესვლისას ერთ ადამიანზე გადავიხადეთ 200.000 და პარკინგის 50.000 რუპია, რაც დაახლოებით 35 და 9 ლარია. როგორც ჩვენმა მძღოლმა გითხრა, ბილეთების ფასი ფიქსირებული არაა, სეზონის მიხედვით იცვლება. მოდით ბოლო დანიშნულების ადგილზე, საიდანაც გადავხედავთ ვულკანურ კრატერს. აი ჩვენთან ვაშლოვანში რომ არის ტახტიტეფას ვულკანები, მსგავსი არის, ოღონდ რა თქმა უნდა, ბევრად დიდი. აქაც ტალახი და ცხელი წყლებია. ჩვენამდე ინფორმაცია რაც არის, მე-19 საუკუნიდან ფიქსირდება ამოფრქვევები, ოღონდ გულისხმობ დიდ ამოფრქვევებს, ვინაიდან პატარ-პატარა ამოფრქვევები შესაბამისად ტალახისა და წყლის ფაქტობრივად სულ მიმდინარეობს. ჩვენ საუკუნეში სულ ორი ამოფრქვევა ფიქსირდება, ეს 2013 და 2019 წლებში. საკმაოდ პოპულარული ატრაქცია, ვინაიდან არ ჭირდებათ ფეხით სიარული, მხოლოდ მანქანით ამოხვალთ, გაჩერდებით საპარკინგო ზონაში და აქედანვე პარკინგიდან გადახედოთ მას. როგორც ვიცი, შეგვიძლია გავუყეთ ფილიქს და სხვა რაკურსიდან შევხედოთ ამ ვულკანურ კრატერს, ამიტომ დროს აღარ დავკარგავ და შევხედოთ ერთად ამ ლამაზ ადგილს. 2001 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ტანკუპანის ვულკანი ბოლო 40750 წლის განმავლობაში სულ მცირე 30-ჯერ ამოიფრქვა, რომელთაგან 21 იყო მცირე, დანარჩენი კი ძლიერი ამოფრქვევა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ტალახსა და გოგირდოვან წყალს, არამედ ლავასაც. 2019 წლის ძლიერი ამოფრქვევის შემდეგ ადგილი დროებით დაკეტილი იყო, მაგრამ მალევე გაიხსნა ტურისტებისთვის. ამოისვენეთ ცარიელ ბილიკზე და აქედან სხვა კუთხით უყურებთ ამ კრატერს. ცარიელ ბილიკი ამოვიარეთ, იმიტომ რომ ახლა რამადანის თვე არის და როგორც ჩვენმა გიდმა გითხრა, ძირითადად ადამიანები სახში არიან და განებებული აქვს თავი ესეთი ვაჭრობისთვის. თუმცა 1-2 გამყიდველი მაინც შეხვდა, მაგრამ ჩვენმა გიდმა გაგავრთქლა, რომ სჯობს არ გავიკაროთ ამ ადგილს, ვინაიდან სუვენირების ფასი 10-ჯერ ძვირიც კი არის, შეიძლება უფრო მეტიც, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ბუნები დასატკბობად ვართ მოსული ხა ამ ეტაპზე და პირიქით კარგია რომ ფაქტობრივად მარტოები ვართ. იცით თქვენ რომ ველურ ბუნებაში მირჩევნია ხოლმე ნაკლები ადამიანი იყოს, ვინაიდან უფრო მეტი საშუალება გაქვს დატკბე ამ ბუნებით. როგორც შეიძლება გითხრა, ადრე შეიძლებოდა ამ ტყეში შესვლაც, სადაც არის არაჩვეულებრივი წყაროები, თუმცა ბოლო ამოფრქვევის დროს 2019 წელს ამ წყალს შეერიან გაზი, ქიმიური ნარჩენები და საშიში გახდა ჯანმრთელობისთვის და ზოგადად ეს ადგილი დაკეტილია ტურისტებისთვის. ახლა ადგილობრივების რწმენით ეს წყალი უნარჩუნებდა მათ ახალგაზრდობას. სამწუხარო რამას ვერ გამოვცით, თუმცა ვფიქრობ მაინც საინტერესო ადგილია და დავტკბებით ახლა ამ ხედებით. პარკინგთან ახლოს არის საინფორმაციო ცენტრი, სადაც მაკეტის სახით წარმოდგენილია ვულკანი და მისი შემოგარენი. არის პატარა გამოფენაც ძველი ამოფრქვევების შესახებ. აქედან კვლავ დაბლა ვერ შვედით.
ჩვენმა გიდმა გაგვიჩერა ერთ ადგილას და როგორც ხედავთ ეს არის ჩაის პლანტაცია. ჩაი ინდონეზიისთვის არ არის მხოლოდ ჩაი, არამედ ერთგვარად კულტურის ნაწილიც გახდა. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ბანდუნგის დაარსება უკავშირდება ჰოლანდიელებს, ნიდერლანდელებს, რომლებმაც აქ ჩაის პლანტაციები გააკეთეს და სწორედ ახლა ერთ-ერთ პლანტაციაში ვიმყოფებით ჩვენ. როგორც ჩვენმა გიდმა აგვიხსნა, ეს პლანტაციები ეკუთვნის მთავრობას და ხალხი მუშაობს ამ მთავრობასთან, ასე რომ ვთქვათ, ვინც ზრუნავს, კრებს და ასე შემდეგ. მაინტერესებდა რამდენად კარგი იყო, რომ მთავრობა ფლობდა და არა კერძო კომპანიები და როგორც ჩვენმა მეგობარმა სტივენმა გითხრა, ძალიან კარგი, იმიტომ რომ ადგილები ჩაის პლანტაციები მათ შორის, რომელიც კერძო ტერიტორია გახდა, განადგურდა და იმის ადგილას ააშენეს შენობები, რესტორნები, ტურისტული ცენტრები და ძალიან ცუდი ეს, ვინაიდან რა თქმა უნდა ტურიზმის განვითარება სჭირდება სასტუმროების და რესტორნების, თუმცა როდესაც ბუნი ბაზიანდება თან ასე ხშირად, უკვე აღარ არის კარგი. შვენერი ამინდი გვაქვს, ძალიან მომწონს საკყოფნა, აზიას უკავშირდება ჩაის პლანტაციები და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გიდს, მეგობარს, რომელმაც ეს ჩვენი ადგილას გაგვიჩინა. ჩაის კულტურის გავრცელება კუნძულ იავაზე ნიდერლანდელებს უკავშირდება, რომლებაც ჩინეთიდან ჩამოიტანეს ის და აქ პლანტაციები გააშენეს. დასავლეთი იავა გამორჩეულია მთლიან ინდონეზიაში. ჩაის პლანტაციების 70%-ზე მეტი სწორედ ამ პროვინციაში მდებარეობს. ჩაის პლანტაციებიდან ერთ საინტერესო ადგილზე უნდა გავჩერდეთ, სადაც ვნახავთ ტრადიციული ინდონეზიური ყავის გადამუშავების პროცესს, რისთვისაც ადგილობრივები ცხოველებს იყენებენ. ადგილობრივი გიდი აგვიხსნის ამ ყავის წარმოშობისა და გადამუშავების პროცესს. You can have a look. This is the animal in the cage, yeah. So for one cage, only one animal because they are individual. You put together, they will fight, just separate, except male and female, and also we're breeding here. So the animal we call it this luwak, yeah. So in Indonesia has egg type of luwak actually, but only 2 type can eat the coffee berries. So first one we call it musang luwak, and then musang bulan. But here we use only musang luwak. Why only musang luwak? Because musang luwak can choose the best coffee actually. So they will choose the best coffee, the quality, the good quality. Yeah. Okay. You know what I mean? No. Yeah. I know. Just kidding. Yeah. I see. We use only Arabica coffee. Actually, Arabica coffee have the caffeine is 1.9890% is before eaten by animal. And after being eaten by animal, the caffeine is slow to become 0.2550%. It's lowering caffeine. Why low caffeine? Because they has enzymatic process from the stomach. And they will process the caffeine in the stomach and they will poo, and that's it. The caffeine is low, very low, and this is good for body metabolism, for preventing nerve disease, protecting teeth, lowering breast cancer chance, and protecting skin, and also that. Yeah. And if you drink coffee luwak, enjoy up to 10 cups a day, it still is okay. ჩვენი ადგილობრივი გიდი გვაჩვენებს ცხოველის მიერ გადამუშავებულ ყავის მარცვლებს. შემდეგ კი გვაქვს შესაძლებლობა უშუალოდ ცხოველს მოვეფეროთ. ძალიან მშვიდი და საყვარელი ცხოველები არიან. აღსანიშნავია, რომ ამ ცხოველებს განსაზღვრული კვების რაციონი აქვთ. ყავის მარცვლებით მხოლოდ ორშაბათს და ხუთშაბათს იკვებებიან. ცხოველის მიერ გადამუშავებულ ესკრემენტს რეცხავენ და 20 დღის განმავლობაში მზეზე აშრობენ. შემდეგ აცლიან ქერქს და ახარისხებენ. განარჩევენ მდედრ და მამრ მარცვლებს. შემდეგ ხალავენ, ქავენ და ყავა მზადაა მისართმევად. მეც ვცდილობ გამომშრალი ყავის დასუფთავებას. ცოტა უხიეროდ გამომდის, მაგრამ გიდი გულს არ მიტეხს და მაქებს. დადგა დაგემოვნების დროც. დაფქვილ ყავას ფინჯანში ათავსებენ. ადუღებული წყლით ჭიქის 2-3-ს ავსებენ. აჩერებენ 7 წამით და შემდეგ ბოლომდე ავსებენ.
წყლის დასმისა და მორევის შემდეგ 1 წუთი უნდა გავაჩეროთ, ესე რომ დადგეს ყავა და შეგვიძლია გასინჯვა. არომატით სუნით ძალიან კარგია და იმედია გემოთიც მომეწონება. უცნაური გემოა, მაგრამ ყავის არომატი ძალიან იგრძნობა, უბრალოდ ცოტათი მწარია. უბრალოდ თუ შაქარს შეურევთ ამ ყავაში, ის არ გატკბილდება, პირიქით უფრო ამჟავდება, ამიტომ ორიგინალად უნდა დალიოთ, როგორც არის ესე სუფთა მარცვლებისგან. მე ვთქვათ თუ შაქრო ყავას ვერ ვსამხოვნებ, ცოტა შაქარი მაინც მჭირდება. ამიტომ ვისაც უშაქრო ყავა გიყვართ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოგეწონებათ. მართალია ისე წარმოდგენით თლად კარგი არ არის შეიძლება, მაგრამ იმხელა პროცესებს გადის ეს და ბოლოს უკვე პროდუქტი იქნება, ფიქრობ, ძალიან საინტერესოა. პირველად გავსინჯე რასთავარი ესეთი ყავა და ინდონეზიაში მოგზაურობისას ალბათ აუცილებლად უნდა გასინჯოთ ეს ყავა, თუმცა ყავის მოყვარული თუ ბრძანდებით. მე კი ამ ყავას აბსოლუტურად ბოლომდე დავლევ. შენიერი. აი, მაგარია. დღევანდელი სამოგზაურო მარშრუტი საკმაოდ მოქნილია, სადაც ბევრი საინტერესო ადგილის მონახულებაა შესაძლებელი. შემდეგი დანიშნულების ადგილი ეგრეთ წოდებული მოტივტივე ბაზრობაა. დღევანდელ ტურში შედიოდა ცურავი მარკეტი, ცურავი ბაზარი, რომელიც ზოგადად აზიისთვის დამახასიათებელია. ვისაც ტაილანდის გადაცემა გინახავთ, გემახსოვრებათ, რომ ბავში ვისხედით, მდინარეში ვცურავდით და სხვა დახლებს ვნახულობდით. სრულ შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საკვები, ასევე სუვენირები და ასე შემდეგ. დავარტყით წრე ამ მარკეტს, ამ ბაზარს, თუმცა სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი მცურავი ბაზარი რატომ ქვია. ვინაიდან, უბრალოდ ეს არის ხელოვნური ადგილი, სადაც არის ტბა და ამ ტბის გარშემო არის სხვადასხვა დახლები. სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც გამაგრილებელი სასმელი, მაგალითად, საკვები, ტანსაცმელი, სუვენირები. თუმცა ფასები არის საკმაოდ მაღალი. მაგალითისთვის ერთი მაცივრის მაგნიტი, რომელიც საკმაოდ იაფია ხოლმე ზოგადად აზიაში, გამოდიოდა დაახლოებით 17-18 ლარი, რაც ალბათ ამერიკაში მინახავს მსგავსი ფასები. ჩემი აზრით ეს ადგილი უფრო საბავშვოა. სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ ბავშვებით, სხვა ატრაქციონია, შეგიძლიათ გაერთოთ, გაისეირნოთ საბავშვო ველოსიპედი ნავებით და ასე შემდეგ. თუ აზიური ბაზრობის ნახვა გინდათ, ეს ადგილი არ გამოგადგებათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გირჩევთ აქ მოსვლას, თუ უბრალოდ გასეირნება გინდათ, ჩამოჯდომა, სიგილეში ცივისაცმლის დალევა და განტირვა. მალევე დავტოვეთ აქაურობა და გეზი ბანდუნგისკენ ავიდეთ. გზადაგზა მშვენიერი პეიზაჟები იშლება, რაც შთაბეჭდილებებით ახსავსე დღეს კიდევ უფრო ალამაზებს. დღევანდელი ტურის ძირითადი ადგილები მოვინახულეთ, თუმცა ჩვენმა გიდმა შემოგთავაზა კიდევ ერთი ადგილის მონახულება, რომელიც არის ულამაზესი ჩანჩქერი. მართალია გითხრა რომ დიდი მოლოდინი არ ქონდეთ, საკმაოდ პატარა ჩანჩქერიაო, თუმცა მინდა გითხრათ რომ ბევრად კარგი აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინი ქონდა. ბილეთში დაახლოებით 5 ლარი გადავიხადეთ და კიბებით შეგვიძლია ჩამოვიდეთ ეს ადგილას, სადაც გადასახედებია. ჩანჩქერის გარდა რაც საინტერესო არის ის, რომ ნახეთ ადგილობრივი მაიმუნები, რომლებიც ასეთ სიცხის დროს, როგორც ჩვენმა გიდმა სტივენმა გითხრა, თითქოს გამოდიან შესასვლელში, სადაც ასევე კვების დრო აქვს და კეთილი ადამიანები ამ მაიმუნებს აჭმევენ საჭმელს. ჩვენთანაც იპოზიორეს, გადავუღეთ ფოტოები, ვიდეოები და მოკლედ 5 ლარად ჩვენიერი ადგილია მოსანახულებლად. ამ ჩანჩქერს კიმაჰის ჩანჩქერი, იგივე ცისარტყელის ჩანჩქერი ჰქვია. უკანა გზაზეც შევხვდით მაიმუნებს, რომლებიც ისევ პოზიორობდნენ. გადავუღეთ ფოტო და ვიდეოები და გამოვემართეთ ბანდუნგისკენ.
ქალაქში დაბრუნებულებმა კიდევ ერთი ადგილის მონახულება გადავწყვიტეთ. ტაქსი გამოვიძახეთ და გავემართეთ. საცობები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მოთმინებით ველით საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მისვლას. დიდი საცობების გავლის შემდეგ მოვედით ამ ადგილას, რომელსაც მარშიდ ჯაბარ, ანუ ჯაბარის მეჩეთი ეწოდება. ჯაბარ ეს არის ალაჰის ერთ-ერთი სახელი 99-დან, რომელიც ყურანშია მოხსენებული. თუმცა არის ერთი საინტერესო ფაქტიც. ამ პროვინციის დასახელება ინდონეზიურ ენაზე არის ჯავა ბარად, რომლის აკრონიმიც ასევე ჯაბარ გამოდის. ანუ ამ მეჩეთის სახელი ემთხვევა ამ პროვინციის დასახელების აკრონიმს. ჯაბარ არაბულ ენაში განიმარტება როგორც უზენაესი, რომლის ბრძანებასაც წინ ვერაფერი აღუდგება და მისი ბრძანება ყოვლის მომცველია. მოგზაურობისას უფრო ძველი არქიტექტურა მაინტერესებს, მაგრამ ეს მეჩეთი არის ამ საუკუნეში აშენებული. თუმცა ალბათ დამეთანხმებით საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და იმის გამო რომ მის გარშემო წყალი არის, მას ხშირად მოიხსენებენ როგორც ცურავ მეჩეთად. მისი მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა მალევე კოვიდის პანდემიის გამო ეს მშენებლობა შეჩერდა. წელწადნახევრის შემდეგ განახლა ეს მშენებლობა და კვლავ ასევე წელწადნახევრის შემდეგ, ანუ 2022 წლის დეკემბერში უკვე დასრულდა ეს მეჩეთი და ღია როგორც მრევლისთვის, ასევე ტურისტებისთვის. უკვე გვიღამდება ჩვენ საკმაოდ ლამაზი მზის ჩასვლაც გვაქვს. შეიძლება წვიმას დაიწყოს, თუ ღრუბელს დავაკვირდებით, ამიტომ ვეცდებით უფრო მივახლოვდეთ და კარგად დავათვალიეროთ. წარსულში ამ ტერიტორიაზე ბანდუნგის ტბა მდებარეობდა, რომლის ადგილზე ჭაობი გაჩნდა. მე-19 საუკუნის ბოლოდან ამ ჭაობმაც იწყო შრობა და ბრინჯის მინდვრები გაშენდა. 2006 წელს რკინიგზის გაყვანამ გამოაცოცხლა ეს ტერიტორია და ხალხმა გარშემო დასახლება დაიწყო. დღეს კი ამაყ ადგას ეს გამორჩეული მეჩეთი. ჩვენ საკოფნას იფთარი დაემთხვა. რამადანის მარხვის თვეში მზის ჩასვლის შემდეგ მუსლიმების ვახშამი. მეჩეთის გარშემო ჯგუფებად ვახშმობს მრევლი. რაც ძალიან გამიკვირდა, ყველა გვესალმება და ზოგიერთი თავისთანაც კი გვიხმობს. თუმცა ჩვენ მეჩეთის ინტერიერის ნახვა გვაინტერესებს. სიხარულით დავგვთანხმდნენ შიგნით შესვლის თხოვნაზე. მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული ნაგებობაა, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. მიხარია აქ მოსვლა რომ გადავწყვიტე. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება, მაგრამ გრძელდება მოგზაურობა ინდონეზიაში. შემდეგი გადაცემიდან ცენტრალურ იავას ვესტუმრებთ.